პუტინს იშვიათად აჩვენებენ რეალობას, რომელიც არის შექმნილი მის ირგვლივ და თავად რუსეთშიც. თუმცა ისიც კი, რასაც იგი მის ხელთ არსებულ დოკუმენტებში ხედავს, მაინც იძლევა დასკვნების გამოტანის საშუალებას, კერძოდ პუტინის მიმართ რუსების უკმაყოფილების ეგრეთ წოდებული საპროგნოზო მაჩვენებლები სტაბილურად აგრძელებს ზრდას. მას უკვე აგუებენ იმას, რომ ამ მზარდი უკმაყოფილების შეჩერება შეუძლებელია და ეს მაჩვენებელი სექტემბრისთვის, როდესაც რუსეთში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, სტაბილურობის ნიშნულს, ეგრეთ წოდებულ პლატოს ვერ მიაღწევს. რაც შეეხება რუსეთის მმართველი პარტიის მხარდაჭერის დონეს, ფიქსირდება კლების სტაბილური ტენდენცია, რაც ნიშნავს, რომ საჭირო გახდება ბევრად უფრო მასშტაბური საარჩევნო გაყალბება. ამ განცხადებას და შესაბამის კვლევის ასლებს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი აქვეყნებს და დასძენს, რომ სექტემბრისთვის პუტინი ბევრად უფრო გაუარესებული მაჩვენებლების წინაშე აღმოჩნდება. სოციოლოგიურ მაჩვენებლებზეა საუბარი. სამწუხაროდ, ყველა ჩვენ საჯარო თუ არასაჯარო სამშვიდობო წინააღმდეგობაზე აცხადებს ზელენსკი, პასუხი ერთადერთი იყო. განცხადებები მისი ომის გაგრძელების შესახებ. რუსეთის შიდა სიტუაციამ იგი საპირისპიროში უნდა დაარწმუნოს, რომ მშვიდობა აუცილებელია. უკრაინას თავაზობს მოლაპარაკებებს ღირსეულ მშვიდობაზე. აშკარაა, რომ ტენდენციები არ შეიცვლება და დროთა განმავლობაში ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ შეთანხმების მიღწევა მოუწევთ ვინმე სხვასთან რუსეთიდან. ვინმესთან, ვინც არ იქნება ნებსით თუ უნებლიეთ მოწყვეტილი რეალობას. რაც შეეხება ომს უკრაინაში, ის უკვე არათუ მეორე, არამედ პირველ მსოფლიო ომზე დიდხანს მიმდინარეობს, რაც ყველაზე მეტად აკარწყლებს რუსეთის სამხედრო მანქანის ლევამოსილების მითს, მათთვის, ვისთვისაც შიგ დედა რუსეთში კვლავ ნომერ პირველ სამხედრო ქვეყნად რჩება რუსეთის ფედერაცია. მე შევახსენებ მარტივად. პირველი მსოფლიო ომი გრძელდებოდა 4 წელს, 3 თვეს და 2 კვირაზე ოდნავ მეტხანს. იგი 1914 წელს 28 ივლისს დაიწყო და დასრულდა 1918 წლის 11 ნოემბერს ანტანტის წევრებსა და გერმანიას შორის გზავის დადებით. ხოლო უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომი რუსეთის ფედერაციამ და არავინ სხვა. 2022 წლის 24 თებერვალს წამოიწყო და დღემდე უწყვეტად გრძელდება. ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, გავიდა 4 წელი და თითქმის 4 თვე. დიახ, ეს არის ისტორია და ფაქტები. და ამ ფონზე, რომ გრძელდება ომი უკრაინაში და შიგ რუსეთის სახელმწიფო დუმაშიც კი გამოჩნდნენ პარლამენტარი, ანუ რუსეთის დიდი დუმის წევრი, ვინც ამბობს, რომ ომი უნდა დავასრულოთ. და ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დღეებში ფრონტზე რუსეთმა პირველად დაკარგა ჯარისკაცი, რომელიც იყო 2008 წელს დაბადებული. აი ამ ფონზე რუსეთში ღრმავდება კრიზისის საწვავზე, განსაკუთრებით მძიმეა ვითარება ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელიც სხვათა შორის სულ მალე შეიძლება კუნძული გახდეს, რადგან უკრაინის ავიაცია და დრონების ფლოტილია სულ უფრო აქტიურად უტევს და ანადგურებს ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელ ყველა ხიდს და გზას. ამ ფონზე რუსეთში გრძელდება მწვავე საბიუჯეტო კრიზისი, ხარჯების შემცირებას არავინ არ აპირებს, რაც მოასწავებს ერთადერთ ვარიანტს, რომ მოხდეს საკითხის მოგვარება და აქ რა არის გამოსავალი რუსეთის არაფერი განსაკუთრებული ფულის ბეჭდვა. რაც შეიძლება მეტი ფულის ბეჭდვა, რომელსაც რუსეთში დაარქმევენ მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურის და ფინანსური სისტემის გადატვირთვას. დარწმუნებული ვარ, მოემზადეთ ამისთვის. რეალურად კი ეს იქნება რუბლის გაუთავებელი ბეჭდვა და ინფლაციის რისკების ზრდა. ალბათ ეს არის მიზეზი, რომ 2 კვირა არ ჩანს რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ელვირა ნაბიულინა, რომელიც ჯერ პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი გამოტოვა, შემდეგ ფაქტიურად რუსეთის საფონდო თემატიკაზე წლიური შეხვედრა გამოტოვა, ისედაც გადადებული მის გამო 9 ივნისს. და საერთოდ დაახლოებით 2 კვირა არსად ჩანს, რამაც მეტად გაზარდა მითქმა-მოთქმა მისი თამაშიდან შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით. შესაძლოა ეს სიმართლეც არის, ან სულაც არა, და რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მართლაც ავადმყოფობს, როგორც ამას რუსეთის პრეზიდენტის პრეზდივანი პესკოვი ამბობს, თუმცა იმ ფონზე, რომ ეკონომიკური გუნდის ყველაზე ავტორიტეტული წევრი არ ჩანს და თათბირებიც პრეზიდენტ პუტინთან ნაბიულინას გარეშე ტარდება ეკონომიკის საკითხებზე. ეს არის ფაქტი. და შეთქმულების თეორიების გარდა ფაქტია, რომ აქ არის მინიმუმ მეჭვი და საკმაოდ საფუძვლიანი. ხომ არ იცვლის რუსეთი მთავარ ბანკირს, რომელსაც ვადა მხოლოდ გაიზარდასთვის.
რაც შეეხება ამბებს მსოფლიოდან კიდევ და დამატებით გუშინ ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს 80 წელი შეუსრულდა. იქ ამისი აღნიშვნა ეხლაც გრძელდება. დიდი ამბები იყო თეთრსახში. ხო, აქვე მინდა ვთქვა ისიც და ვისაც შესაბამისი ოდენობის ნეირონები ყოფნის, იოლად დაიმახსოვროს, რომ დონალდ ტრამპი არ არის ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მოქმედი პრეზიდენტი. ის გახლავთ ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტობის კანდიდატი, ვისი ინაუგურაციაც მოხდა. თორემ საპრეზიდენტო სკამზე, აგერ თუნდაც მისი წინამორბედი 82 წლის ასაკშიც იყო ჯოზეფ ბაიდენზე ვამბობ. ისევე როგორც დონალდ ტრამპი მიუხედავად 80 წლის ასაკისა, ნამდვილად არ არის ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი. ან ქვეყნის პირველი პირი, მსოფლიო ლიდერებს შორის მეტიც. ეხლა ძალიანაც ნუ გაახალგაზრდავთ, მაგრამ ტრამპი ათეულშიც კი არ შედის მსოფლიო ლიდერებისა, ვინც სხვადასხვა ქვეყნების პირველი პირები არიან, მონარქების, პრეზიდენტების თუ სხვა სტატუსით. მოქმედი ლიდერების, ანუ გაეროს წევრი ქვეყნების მიხედვით ასაკობრივი რეიტინგი აი ასე გამოიყურება. მაშასე ყველაზე ხანდაზმული ლიდერები მსოფლიოში არიან. პოლ ბია, კამერუნის პრეზიდენტი, 93 წლის, ის არის 1923 წელს დაბადებული. მეორე ადგილზე არის მაჰმუდ აბასი, პალესტინის პრეზიდენტი, 90 წლის. მესამე ადგილზე არის სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი. ის გახლავთ საუდის არაბეთის მეფე. 90 წლისა 91-შია და მეოთხე ადგილზეა ნორვეგიის მეფე ჰარალდ მეხუთე, რომელიც 99 წლის გახლავთ და დაბადებული არის 1927 წელს. მეხუთეზე არის ტოგოს პრეზიდენტი ჟან ლუსიენ სავი დეტოვერი, რომელიც დაბადებულია 1929 წელს და აი ამ დღეებში 87 წლის შეიქმნება. მალავის პრეზიდენტი პეტერ მათარიკა 85 წლის გახლავთ და ამდენიმე სიცოცხლის კუვეიტის ემირი, მისი სახელია მიშალ ალ-საბაჰი, რომელიც მალავის პრეზიდენტის მსგავსად 1940 წელს არის დაბადებული. გასულ საუკუნეში ცხადია. არუჩივის ასაკს იტალიის მოქმედი პრეზიდენტი მატარელა, სინიორ სერჯიო მატარელა 84 წლის გახლავთ. მეცხრე ადგილზეა კოტ-დივუარის პრეზიდენტი ალასანე კვატარა, რომელიც იტალიელი კოლეგის მსგავსად 84 წლის გახლავთ და ათეულს ხანდაზმული პოლიტიკური ლიდერების კლუბისა კრავს ეკვატორული გვინეის პრეზიდენტი ტეოდორო იბიან გუემამბასაგო, რომელიც ასევე 84 წლის გახლავთ. აი სულ ეს არის ყველაზე ხანდაზმული ლიდერების ათეული. დონალდ ტრამპს რომ დაუბრუნდეთ, ის გუშინ საკმაოდ გაბრაზებული იყო, რადგან თავის დაბადების დღეზე ვერ მიართვეს ხელმოწერილი საჩუქარი ირანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. მიზეზი არის ის, რომ ისრაელმა თავისი განცხადებით საპასუხო დარტყმებით დაარტყა ლიბანს, რაც სერიოზული პრობლემა იყო გუშინდელი დღისთვის და ირანთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ამბავში, რომელსაც გეშ ბევრი ელის, თუმცა ბევრიც საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი. რამდენად მყარი იქნება ეს მშვიდობა იმ პირობებში, რომ ვერავინ მიიღო ბევრ კითხვებზე პასუხი, მათ შორის რამდენად მყარი იქნება მშვიდობა უახლოეს მომავალში. დაველოდოთ ბოლო ცნობებით უახლოეს კვირეებში და დღეებში უბრალოდ გაფორმდება აღნიშნული მემორანდუმი, რომელიც 14 პუნქტიანია და ამ 14 პუნქტსაც დაზუსტებულად, როცა გადავამოწმოთ საბოლოოდ ყველაფერს, ჩამოგირიგრიგებთ ჩვენ შემდეგ ეთერებში. ამასობაში ბარსელონაში დასრულდა ქალაქის მთავარი ტაძრის საგრადა ფამილიას მშენებლობა, რომელიც ჯამში არც მეტი და ნაკლები ეს მშენებლობა 154 წელი გრძელდებოდა. რეკონსტრუქციის და ქრისტეს თაღის დადგმის შემდეგ საგრადა ფამილია მსოფლიოში სხვადასხვა ყველაზე მაღალ ტაძრად და ეკლესიად იქცევა და გადაქცეული არის კიდევაც უკვე ესეა ეს გუმბათი. ნახეთ, რიგით მე-18 იესოს სახელობის რომის პაპის ლეონ მე-14-ის ესპანეთში სტუმრობისას ხელდასმით და ლოცვა-კურთხევით განათდა. აი ამ გუმბათზე განთავსებულია ჯვარი, რომელიც დაახლოებით 5 სართულიანი სახლის სიმაღლის არის. ეს ჯვარი, რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ, ანტონიო გაუდის დრონებით განათებული პორტრეტის მოპირდაპირედ, აი ჯვარს, რომელსაც ახლა ხედავთ, 100 ტონას იწონის. ის გერმანიაში დამზადდა და სხვათა შორის ბარსელონაში დაშლილ მდგომარეობაში ჩაიტანეს ეს ჯვარი
და ეს სექცია, ანუ ნაწილ-ნაწილ ადიოდა გუმბათზე, ჯვრის ნაწილები, სადაც ბოლო დეტალების დამუშავება ხდებოდა 60 მეტრის სიმაღლეზე და შემდგომ უკვე ხდებოდა ამ ჯვრის აწყობა და განთავსება. აი ესე ხდება საგრადა ფამილიას საბოლოო განათება. ამ დროს ტაძრის შესასვლელში დგას რომის პაპი კარდინალებთან ერთად. აი ამ საოცარი ტაძრის პირველი არქიტექტორი ლეგენდარული ანტონიო გაუდია. საზოგადოების ნაწილმა იცის ვინ არის ანტონიო გაუდი, რომელსაც სხვადასხვა არც ქონია განზრახვა, რომ ტაძრის მშენებლობა მის სიცოცხლეშივე დასრულდებოდა. მეტიც, მის სიცოცხლეში აი ამ 18 გუმბათიდან, რომელსაც თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ, აგერ გამოჩნდა ანტონიო გაუდიც, 18-დან მხოლოდ ერთი გუმბათის დასრულება მოხერხდა მის სიცოცხლეში. და როცა ლეგენდარულ შემოქმედს და არქიტექტორს ანუ ანტონიო გაუდის ეკითხებოდნენ ვადებზე, აი როდის დასრულდება საგრადა ფამილიას მშენებლობა, ის პასუხობდა. არსად გვეჩქარება, რადგან დამკვეთი უზენაესი მამა